საშობაო ბაზრობა, ცხელი სასმელი, საბავშვო გასართობის სივრცეები, ანიმატორები და მუსიკა. მცხეთის ცენტრალურ მოედანზე ხალხმრავლობა. ადგილობრივები აღფრთოვანებას ვერ მალავენ და ამბობენ, რომ ადგილზე ყველაფერია იმისთვის, რომ საახალწლოდ მოქალაქეებს ამაღლებული განწყობა ჰქონდეთ. მცხეთაში საახალწლო პროგრამა დღის ბოლოს გალა კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. ახალი წლის დღეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს უკვე მეოთხედ იმართება. ღონისძიებას უმასპინძლა მცხეთა მთიანეთის რეგიონში შემავალმა ყველა სხვა მუნიციპალიტეტმა. ჩვენთვის ძალიან ბედნიერი და მნიშვნელოვანი დღე არის, იმიტომ რომ გვეძლევა საშუალება ადგილობრივ მეწარმეებს, რომ ჩვენი ხელით ნამუშევრები გამოვფინოთ. შესაბამისად გვიხარია, გვაქვს წარმოდგენილი მრავალნაირი სხვადასხვანაირი სათამაშოები, საახალწლო სუვენირები. და ეს კი უფრო მეტად ხალის მატებს ჩვენ ღონისძიებას. ძალიან მოგწონს დღევანდელი ღონისძიება. ბავშვები ძალიან კარგად ერთობიან. ყველას მინდა მოგილოცოთ დამდეგიშობა ახალი წელი, ჯანმრთელობა, მშვიდობა, ბედნიერება და ყოველივე კარგი მინდა გისურვოთ. სრულიად საქართველოს. ახალი წლის დღეებს მასპინძლობს თელავიც. ერეკლე მეორეს მოედანზე შეკრებილებს ადგილზე საშობაო ბაზრობა დახვდათ. მოწყობილია საბავშვო გასართობის სივრცეები. მიმდინარეობს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა, გაყიდვა. ტერიტორიაზე განთავსებულია საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღები, სტენდები და ინსტალაციები. საახალწლო ღონისძიება კი ტრადიციულად კონცერტით დასრულდება. და სხვადასხვა აქსესუარები ძალიან კარგი იქნება ესეთი ღონისძიებები შეატრა ჩატარდეს ხალხი უფრო კარგად გაიცნობს ჩემ ნამუშევრებს და რეალიზაციაში დამხმარება. დღეს ვარ მოსული ჩემო გვერდზე და ძალიან მოსახლეობა ძალიან სახალისოა და მიყარშებით. საზეიმო განწყობაა დედოფლის წყაროშიც. საშობაო სოფელი ქალაქის ცენტრშია მოწყობილი. ზღაპრის გმირები პატარა სტუმრებს ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებენ. ხის სახლებში ადგილობრივებს ხელნაკეთი ნივთები და კახური ნუბათი აქვთ წარმოდგენილი. დღის ბოლოს კი სცენას ქართული ესტრადის ვარსკვლავები დაიკავებენ და ყველასთვის ნაცნობ სიმღერებს შეასრულებენ. ძალიან მაგარი დღე და მაგარი განწყობა არის. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით უკვე მეოთხე წელია საახალწლო დღეები იმართება დედოფლის წყაროში, ტრადიციულად 30 დეკემბერს. როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ხალხია, ბევრი ახალგაზრდა, ბევრი ბავშვი, რომელიც ერთობა იმ სპეციალური თემატური კუთხეებით, რომელიც მათთვის არის მოგწობილი. მე ვარ ჩემს შვილთან, ოჯახთან ერთად მოსული, ჩემს მოსწავლეებთან ერთად და საკმაოდ კარგ დროს ვატარეთ, რაც თავარი არის ოჯახის წევრებიც ერთობიან და დიდი დატვირთვა აქვს ჩვენთვის ამ ღონისძიებას. საქართველოს მთავრობის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს დაბა ბაკურიანში, სადაც მოსულ სტუმრებს ცხელი სასმელით უმასპინძლდებიან. ადგილზე წარმოდგენილია მეწარმეების ხელნაკეთი ნივთებიც. მცირე მეწარმეები ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მათ ბიზნეს განვითარებაში მნიშვნელოვნად ეხმარება. დაბა ბაკურიანში პატარების განწყობაზე თოვლის ბაბუა ელფებთან და ანიმატორებთან ერთად ზრუნავს. გაიმართა ღამის შოუს ბენდისა და ანსამბლ ჰერიოს მონაწილეობით გალა კონცერტიც. ძალიან კარგი ღონისძიება. მთავარია რომ ბავშვები კარგად ერთობიან, ძალიან სასიამოვნოა და კარგი იქნება თუ ხშირად ჩატარდება მსგავსი ტიპის ღონისძიებები. მე ვატარებ ბაკურიაში ძალიან კარგ დროს. მიხარია რომ 2025 წელი მოდის და ესე კარგად აღვნიშნოთ მთელი საქართველო. ძალიან მომდოს საახალწლო განწყობა, ძალიან კარგი გარემოა და ველოდებით თორის ბაბუას ბავშვები და საჩუქრებს ასევე. და ასევე ღამის ბენდის და სხვა მომღერლებს. ტყიბულის მოსახლეობა საახალწლო განწყობისთვის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა. ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო საბავშვო გასართობის სივრცეები. პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები. პატარების განსაკუთრებული ყურადღება სანტას სახლმა მიიქცია, სადაც მათ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და საჩუქრებიც მიიღეს. ჩვენ დღეს ტყიბულში აღნიშნავთ საახალწლო დღეებს და პოპულარული სკოლის არასაკურველია დიდი მადლობა გადაუხადოთ საქართველოს მთავრობამ, რომელიც არის ორგანიზატორი დღევანდელი ღონისძიებების ციკლისა. ეს შუადღიდან დაიწყო უკვე აქტივობები ტყიბულის ცენტრში, გვაქვს ბავშვთა სივრცეები, გვაქვს არაერთი გასართობი სივრცე და ამასთან ერთად ანიმატორები მუშაობენ. ასევე დღეს გვექნება ძალიან კარგი კონცერტი. ყველას ერთად კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დამდეგ ახალ წელიწადს და როგორც ტყიბულს, ასევე საქართველოს უსწორებს მშვიდობას და კეთილდღეობას. მიულოცავ სრულიად საქართველოს, ჩვენს ლამაზ ქალაქს. დამდეგშობა ახალ წელს უსურვებ ყველაფერს საუკეთესოს, მშვიდობას, გაერთიანებას, გამთლიანებას ჩვენს ლამაზ საქართველოს. განწყობას რაც შეეხება დინას ახალწლს,
უსაფრთხოება გვაქვს. ახალი წლის დღეები მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონებში მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება. მასშტაბურ ღონისძიებებს ხვალ რუსთავი, გორი, თერჯოლა, ბორჯომი და ქობულეთი უმასპინძლებს.